გონების დაფის სტუმარი არის სოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 9 გზის გამარჯვებული, სოფლიოს 2 გზის ვიცე-ჩემპიონი, საერთაშორისო არბიტრი, ოქროს ნაკრების კაპიტანი, სოფლიოს ჭადრაკის დიდების დარბაზის წევრი და ვერცხლის დედოფალი ნანა ალექსანდრია. გამარჯობათ, καλώς. გამარჯობა. თქვენი ზევარდით გადავალ პირდაპირ შეკითხვაზე. მე ასეთი შეკითხვა მაქვს. თქვენ მოგებული გაქვთ თითქოს ყველანაირი შეჯიბრი, ყველანაირი ტურნირები, რა თქმა უნდა, ცოტა რამ ჩამოთვალე, რაც მახსოვდა, მაგრამ კითხვა ასეთი არის. მინდა გავიხსენოთ 1991 წელი, როდესაც ქალთა ჭადრაკის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მატჩი დამთავრდა ფრედ 8-8 და წესების თანახმად მსოფლიო ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ შეინარჩუნა თავისი ტიტული. სულ მაინტერესებდა მეკითხა სიმართლე გითხრათ. რატომ ვერ გახდით ჩემპიონი? რა დააკელით რა ის რა მოხდა? ამ შეკითხვას ხშირად მისვამდნენ ხოლმე. ბევრი ხაშუს ასაკში რო შევედი, მე დავიწყე ამაზე ფიქრი, ამის ანალიზი და სხვა მოჭადრაკეების და გულშემატკივრების აზრით გავიხსენე, რით იხსნიდნენ და რას ამბობდნენ ისინი. ხა შეეხება მაია ჩიბურდანიძესთან მატჩს, ხა ვუნდერკინდ მაია ჩიბურდანიძესთან 8-8, კარგი შედეგი არის. ვერ დაიწუნებ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო, რომ ასე ვთქვათ, ვგრძნობდი ბოლო ჯერ ვემშვიდობებოდი ჩემს ოცნებას, გამხდარიყავი მსოფლიოს ჩემპიონი და მაშინ ესეთი პირობა იყო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის, რომ უნდა მოგეგო. სხვა დროს მე დამატებითი შესაძლებლობები გაჩნდა, ან ბლიცის სწრაფი ჭადრაკი და ასე შემდეგ და მაშინ სამწუხაროდ ეს დამატებითი არაფერი არ არსებობდა და მაიამ შეინარჩუნა ტიტული. ძალიან ძნელი იყო, განსაკუთრებით მე-15 პარტიის წაგების შემდეგ, 2 დღე ლოგინიდან ვერავდექი, მაშინ ტაიმაუტი შეიძლებოდა, მაგრამ აი მობილიზაცია შევძელი და მე-16 პარტია კარგი მოვიგე, სხვათა შორის ერთი პაიკი რო შევწირე მაიამ ყაიმი შემომთავაზა, მე მეორე პარტია მეორე პაიკი შევწირე და კარგი პარტია მოვიგე საკმაოდ და ერთადერთი მატჩია ქალთა ჭადრაკის ისტორიაში, რომელიც თანაბარი ანგარიში დამთავრდა. ვაჟთა ჭადრაკში ასეთი იყო, ქალთა ჭადრაკში ეს ერთადერთია, ასე რომ ერთგვარი ისე ვთქვათ, ნუგეშიც არის, რომ კომპენსაცია არის, თუმცა ძალიან მტკივნეული კომპენსაცია. და რატომ ვერ გახვდი, ამას ბევრი მიზეზი აქვს, როგორც გითხარდით, ასაკში რო შევედი, მე დავიწყე ანალიზი და ჩემი გულშემატკივარი პოეტის სიტყვები გამახსენდა, ხან ნონა გადაგეღობა, ხანაც 20 წლის მაია და მართლაც ხან ნონა გადამეღობა, ხანაც 20 წლის მაია, ეს საჭადრაკო სამყაროს 2 საეტაპო დიდი ჩემპიონი და რა თქმა უნდა, პატარა იღბალი სხვა სიტუაცია რო ყოფილიყო და იღბალი ბიკოვასთან მატჩი თამაში მერჩივნა ნამდვილად. და 14 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შევხვდი ბიკოვას, ახალი დაკარგული ქონდა ტიტული, მოუგედა საერთაშორისო ტურნირში ბოლო ადგილი აიღო. მე საბჭოების ჩემპიონი რო გავხდი 17 წლის ასაკში, მაშინაც მოუგედა ისევ სადღაც ბოლოში იყო 18 ადგილი, მაგრამ ბიკოვას გახსენება არაფერს არ მომცემს, როცა ვიხსენებ, რა დღეში ჩამაგდო ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი, უბრალოდ გულს უხარია ამის გახსენება, თორე რა შუაშია ბიკოვა, ისეთი დღე მაყარა ნონამ. ცოტა ჩემი აზრით, რომ თქვენ არაქარსოს შეხვედროდით, მე დარწმუნებული ვარ, რომ გახდებოდით მსოფლიო ჩემპიონი, იმიტომ რომ უფრო მეტი გაბრაზება გექნებოდა და უფრო მეტი мотиваცია გექნებოდათ. არ ვიცი, ამას აქვს მნიშვნელობა, განწყობას რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე ვფიქრობ, ბევრი სხვა ფაქტორებიც იყო. მახსოვს, დვარეც კი სხვადასხვა დიდ მოჭადრაკეებს სხვადასხვა დამოკიდებულება ჰქონდათ, რა არის აუცილებელი რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდე. მახსოვს მარკ დაიმანოვმა ელიტარული დიდოსტატი იყო, თავად მოგეხსენება, ჩემი გუნდის წევრი იყო ბურევესნიკში ერთად ვიყავი და ჩემი გულშემატკივარი და ერთხელ მითხრა
მითხრა რომ მსოფლიო ჩემპიონი რომ გახდე, გვამებზე სიარული უნდა შეგეძლოსო და ბორის სპასკიმ კიდევ უფრო ესე მოულოდნელი ის გააკეთა შეფასება მკვლელის სული ინსტინქტი უნდა გაგაჩნდესო. მაგრამ მე ვთქვათ უფრო კორჩნოის შეფასებას ვიზიარებ და ჩემთან ახლოს არის ნომერ პირველი პრეტენდენტი ყველა დროის. მან თქვა გარკვევთან მატჩის შემდეგ თქვა რომ ენერგია არ მეყოო და წარმოიდგინეთ ეს არის კორჩნოი რომელსაც მთელი სახელმწიფო აპარატი ებრძოდა და მიუხედავად ამისა მაინც თქვა რომ მე ენერგია არ მეყო და ენერგია არ მეყო და მეც ვფიქრობ რომ მე ენერგია არ მეყო რაც ეხლა დღევანდელი გადასახით და მას შემდეგ რაც დავფიქრდი ადვილად ასახსნელი და უცნაურიც კი არის რატომ იმ დროს როდესაც აქტიურ ჭადრაკში ვიყავი რატომ მუშაობდი ხან პიონერთა სასახლეში უნივერსიტეტში შექსპირის კაბინეტში ტელევიზიაში და ნუ რა თქმა უნდა ენერგია გაიფლანგა და მარკ დვარეცკი თავის წიგნში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იყო რომელიც წლების განმავლობაში მეხმარებოდა ერთ-ერთ თავის წიგნში პროფესია ტრენერი წერდა რომ ნანა თბილისში დრო არჩებოდა რომ ემუშავაო და ეს ნამდვილად ასე იყო, სიმართლე იყო. კიდე მეორე ფაქტორს აღნიშნავს დვარეცკი, რომ ფსიქოლოგიური წნეხისადმი სათანადო მზადყოფნა არ ქონდაო. ძალიან ემოციური იყო, განსაკუთრებით უსამართლობაზე და ადვილად რეაგირებდა ამ წნეხზეო. და ამიტომ მირჩევდა, რომ პროფესიონალი ფსიქოლოგი მეყოლა და არა სპორტული ფსიქოლოგი ზაგაინოვი, რომელთანაც ორი მატჩის დროს თანამშრომლობდი. რომ ეს ხარვეზი გამომესწორებინა, მაგრამ არ გაუჯერეთ სამწუხაროდ ჩემმა მეტოქებმა დაუჯერეს და გამოიყენეს კიდე ხშირ რიგ შემთხვევაში და წარმატებითაც. კიდევ მარკი ახსენებდა სხვათა შორის რომ ნონას ერთ-ერთ ინტერვიუში უთქვამს რომ ნანას რომ კარგი ნერვები ისეთი ნერვები ქონოდა როგორც მე და მაია ჩიბურდანიძეს აუცილებლად გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი და ამან გამახსენა რომ იყო ესეთი მოჭადრაკე ნონას წინათაობის ლარისა ვოლბერტი ნონას ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იყო, როდესაც პრეტენდენტი გახდა და ვოლპერტი ამბობდა, რომ ნონას ყველაზე კარგად ჩვენზე კარგად ეძინაო. ასე რომ ყველა ფაქტორს აქვს მნიშვნელობა, ყველა ფაქტორს და დავით ჯანოევიც მახსენდება, ჩემი მწვრთნელი და ჩემი პირადი მწვრთნელი, დოდიკა მეუბნებოდა, რომ რწმენა არ ქონდაო. და მართლაც გამახსენდა, აი მაიასთან მატჩი ახსენე და მაიასთან მატჩის წინ სათანადო რწმენა არ ქონდაო და მართლაც უცნაურია, იმიტომ რომ ამისი მიზეზი არ არსებობდა. მაია რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ორ ტურნირში ვითამაშეთ ერთად. ერთი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იყო, სადაც ბოლო ტურში მომიგო და დამეწია. ასევე დამეწია ნონა გაფრინდაშვილი, მე მქონდა მხოლოდ შანსი პირველი ჩემპიონობის და მე ნონამ, მაიამ და მე გავიყავით მეორე ადგილი. ეს ერთი ტურნირი, სადაც ერთად ვითამაშეთ და მეორე იყო ბელგრადის საიუბილეო, ყველაზე პრესტიჟული სარვამარტო ტურნირი, თან საიუბილეო, სადაც რომელიც მოვიგე და ერთი ქულით გავასწარი მაიას. თითქოს ეს რაღაცა ფსიქოლოგიური ისა რწმენა უნდა გამჩენო და მაგრამ დოდიკამ სწორედ თქვა რომ სათანადო რწმენა არ ქონდაო. ასე რომ ეს ყველა ფაქტორები არის გასათვალისწინებელი, ენერგია, ნერვები, ფიზიკური მომზადება, ფსიქოლოგიური, რა თქმა უნდა, შრომის და ტალანტის ფონზე ეს ყველაფერი და თუ გინდა რომ მაღალი შედეგებისათვის იბრძოლო, ყველაფერი მოწესრიგებული უნდა ქონდეს და ცოტა იღბალიც. ჩარლი ჩაპლინის ნათქვამი არის რომ საჯარო წარმატებისათვის აუცილებელია ღვთიური ნაპერწკალი და ცოტა იღბალიო. და სხვათა შორის კასპაროვმა თავისი პირველი წიგნი რომ მაჩუკა, ასე დამიწერა რომ რაღაც ლეგენდას, ჭადრაკის ლეგენდას, რაღაც საფრთხოვანები და ცოტა მეტი იღბალიო. იმანაც იღბალი აღნიშნა, ასე რომ ცოტა იღბალიც საჭიროა. აუცილებლად საჭიროა. ნანა, თქვენ დიდი მოჭადრაკეობის გარდა იყავით არაჩვეულებრივი ორგანიზატორი. სულ ახლა გამოგიტყდებით და ყოველთვის მანერვიულებდით, როდესაც
ჩვენ ღონისძიებაზე იყავით თავი საჭი. ხო. შარიანი ვიყავი. ხო, იმდენ წვრილმანის შესრულებას ითხოვდით, რომ თავიდან ფიქრობდი, ვახ რა რამდენი რამე, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, იმ წვრილნებს რომ შევასრულებდი. უკეთესი იქნებოდა. ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა და მე შემეძლო უბრალოდ მე ტურნირის დაუნკვარიყავი ტურნირში პარტიების ყურებით, ვიდრე რომ დანარჩენ თქვენ უკვე ისოდ როგორ უნდა გააკეთებიათ. ეხლა ალბათ ჭადრაკის გულშემატკივრობა ბევრმა არის ისო თქვენ 16 წელი იყავით ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, ხო? და ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ, ალბათ გარდამტეხი რამ საქმეები გააკეთეთ ქალთა ჭადრაკის პოპულარიზაციისათვის. მოდით ამაზე რო გვესაუბროთ. ბუნებრივია რომ ქალთა ჭადრაკი მაინტერესებდა და მახსოვს, როდესაც პირველად კამპომანესი გახდა ფიდეს პრეზიდენტი, ეს იყო ლუცერნში 1992 წელს, იქვე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაც მიმდინარეობდა. ავიღე მასთან ინტერვიუ. სხვათა შორის ბოლო ტურზე თამაშობდი და ამიტომ ის ოფიციალურ პრესკონფერენციას ვერ დავესწარი, მაგრამ დაურეკე მისალოცად და უთხარი რომ მინდოდა მასთან ინტერვიუს აღება და ძალიან ისეთი ჟესტი გააკეთა ღამის 11 საათზე მოვიდა ჩემთან სასტუმროში და კარგ ახანს ვისაუბრეთ. ბუნებრივია ქალთა ჭადრაკი მაინტერესებდა. სამი თხოვნით მივმართეთ, ჯერ ერთი იყო, რა თქმა უნდა, მაინტერესებდა რატომ არის ნაკლები ინტერესი ქალთა ჭადრაკში, ნაკლები ტურნირები და საინტერესო პასუხი გამცა მას. კარგი განათლება ჰქონდა მიღებული კამპომანეს ამერიკაშიც და თავისთან ქვეყანაში ფილიპინებში და შემდეგ ამერიკაში და ესე კარგად მიპასუხა, რომ თითო ესო ქათმის და კვერცხის დილემას გავსო, რა იყო ადრე ქათამი თუ კვერცხი. ქალთა ტურნირები ცოტაა, იმიტომ რომ ქალთა ჭადრაკი არ არის პოპულარული და ქალთა ჭადრაკი არ არის პოპულარული, იმიტომ რომ ქალთა ტურნირები ცოტა არის. და მე დაამატა, რომ თქვენი ბრალებლობაც არის ამაშიო, იმიტომ რომ თქვენ ქართველების ქართველი მოჭადრაკეების, იმიტომ რომ ყველა ტურნირს თქვენ იგებთ ხლა და ამიტომ სპონსორების ინტერესი რომ ჩაატარონ ტურნირი არ არსებობს. უზო შედეგი იციან წინასა. რა ინტერესებს? ესეთი ახსნა გაუკეთა და მე სამი რამ ვთხოვე, ქალთა ჭადრაკის, ქალთა საჭადრაკო ოსკარი, მაშინ ვაჟთა ოსკარი უკვე არსებობდა 67 წლიდან და ბენტ ლარსენმა მოიგო პირველი ოსკარი და ქალთა ოსკარი არ იყო. და სანამ ამ საკითხს ასე ვთქვათ დავაყენებდი კამპომანესთან, მე საუბარი მქონდა იდეის ავტორთან, ეს იყო ხორხე პუიგი, ჟურნალისტი, რომელმაც შემდეგ შემოიკრიფა საჭადრაკო ჟურნალისტთა ასოციაცია და ესენი იყვნენ, ვინც ასე ვთქვათ დააწესა ეს ოსკარი და მისი მხარდაჭერა მქონდა. და ვთხოვე რომ ქალთა ოსკარი გაეკეთებინა, ეს მაშინ იმ წელსვე მიიღეს ეს გადაწყვეტილება და პირველი რა თქმა უნდა, ვინ გახდებოდა ახლა როგორ წარმოგიდგენთ? პირველი ოსკარი აიღო ნონა გაფრინდაშვილმა, შემდეგ 4ჯერ მაიამ ჩიბურდანიძემ. ეს იყო ერთი. მეორე ჩემი თხოვნა იყო, ასევე შეეხებოდა, რომ რატომ არის ესეთი დისკრიმინაცია, რომ ქალები და გოგონები ავიწყდებათ და მაშინ ესე იყო, რომ არსებობდა იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკებში და კადეტები 16 წლამდე. გოგონები არ იყო. მილუნკა ლაზარევიჩი ევროპას ატარებდა თავისთან, ნანა მოიგო იოსელიან, მაგრამ ოფიციალურად ფიდეს არც გოგონების 20 წლამდე არ ქონდა, არც 16 წლამდე. და ესეც დააკმაყოფილა, შემდეგ საერთოდ სხვა ასაკების მიემატა ძალიან მალე, მოემატა სხვა ასაკობრივი ჩემპიონატებიც, როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის. მესამე ჩემი თხოვნა ვერ შესრულდა, მე ვთხოვდი, რომ მე შევთავაზე, რომ ფიდეს ორგანიზება გაეკეთებინა საუკუნის მატჩისა, მსოფლიოს ნაკრების, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. მაშინ ეს მოდაში იყო კაცებში, მაგრამ ამის ორგანიზება ვერ მოხერხდა. დანარჩენი, ასე ვთქვათ, ჩემი ინიციატივიდან, რომლის გაკვალვაც იდეის ავტორიც ვიყავი და შემდეგ გაკვალვაც სჭირდებოდა, ეს იყო თუნდაც ღია ტურნირებში, ოპენ ტურნირებში 3 ქალთა პრიზი. ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ევროპის საკლუბო თასის გათამაშება ქალებში, რასაც დაჭირდა 2 წლიანი ძალისხმევა, იმიტომ რომ ევროპის კლუბებიც კი, პოპულარული კლუბები და ძლიერი კლუბებიც კი წინააღმდეგი იყვნენ, იმიტომ რომ ქალები არ ყავდათ.
და ერთადერთი ვინც მეხმარებოდა ეს იყო სერბი სლობოდანკა მილივოევიჩი. და როგორც იქნა 94 წელს მოსკოვში შევძელი რომ გამეტანა ევროპის საკლუბო თასის გათამაშება, ოღონდ მხოლოდ 2 დაფაზე. რაც მაინც დასაწყისისათვის მაინც კარგი იყო, არ იყო სოლიდური, მაგრამ მაინც რაღაცა გაიხსნა გზა. ესეც ქართველებისთვის გააკეთე მე მგონი, ხო? აი, ქართველების ამბავი მერე დამბრალდა. 95-ში არა, იქ 4 იყო. 94 ეს იყო 94-ში მოსკოვის კონგრესზე. და ერთი წლის შემდეგ იყო პარიზში კონგრესი, სადაც დიდი ამბები ტრიალებდა, იმიტომ რომ მაშინ მოხდა კამპომანესის გადაყენება და ილუმჟინოვის ასე ვთქვათ პრეზიდენტად მოყვანა და ამიტომ ჩემთვის არ ეცალა და მე ვიხელთე დროით და ორის ნაცვლად, რომელზეც შევთანხმდით, გავიტანე 4 დაფა, რაც სოლიდურია ნამდვილად. და ძალიან გახარებული ვიყავი, იმიტომ რომ მაშინ არც მდივანი არ მყავდა. ჟუჟა ვერეცი იყო ხოლმე ჩემი მდივანი, მაგრამ მას შემდეგ რაც პოლგარებმა ჩაიგდეს ძალაუფლება, ვერეცი აღარ იყო და ამიტომ, როდესაც ქალთა კომიტეტზე ეს საკითხები განვიხილე, მე ეს უნდა მომეწესრიგებინა, დილის 8 საათზე უნდა ცენტრალურ კომიტეტზე დაბეჭდილი გამიმეტანა და მოკლედ ეს იყო და ძალიან გახარებული ვიყავი, რომ ესე დამთავრდა ეს ამბავი. მაგრამ ყველა ასე ვთქვათ, კრიტიკაც მაინც არსებობდა, რასაც წინ გაუსწარი, რომ მამა პოლგარმა, ლასლო პოლგარმა თქვა, რომ ნანა მოთხი, იმიტომ გააკეთა, რომ მართლა ქართველებს გულმა გიგრძნო, იმიტომ გააკეთა, რომ 4 კარგი მოჭადრაკე ყავს ქართველებსო. ეს ქართული კომპლექსი, საქართველოს კომპლექსი არსებობდა ფიდესში და ერთხელ მახსოვს კურიტიბაში ფიდეს კონგრესზე, სხვათა შორის, როდესაც საქართველოს ოფიციალურად საქართველოს გაწევრიანება მოხდა, მაშინ იქ მეორე საკითხიც, სხვა საკითხიც იდგა, რაც მე მაინტერესებდა, ეს იყო ჩინელებმა შემოიტანეს, რომ მსოფლიო ჩემპიონისათვის ავტომატურად ვაჟი დიდოსტატის წოდება უნდა მიენიჭებინათ. და მე არ უჭერდი მხარს, იმიტომ რომ მიმაჩნდა, რომ იმ დროისათვის ქალებს აღარ ჭირდებოდათ ესეთი საჩუქარი, რომ თავისით ახერხებდნენ ამას. და ჩინეთის დელეგატმა, ასოციაცია ქვია მგონი ჩინეთის ჭადრაკის ასოციაციის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში, როდესაც მე ასე ვთქვათ, არ დაუჭირე მხარი, თქვა, რომ ნანა, იმიტომ არის წინააღმდეგი, რომ ქართველი აღარ არის მსოფლიო ჩემპიონიო. ხო და მე, გავბრაზდი მაშინ და სცენაზე ხელმძღვანელობა და კამპომანეს პრეზიდენტი იყო სცენაზე და კამპოს მივწერე წერილი, რომ ეთყობა საჭადრაკო სამყარო ჩემი ქართული კომპლექსისგან ვერ განთავისუფლდა და მე კიდე ქართველობას ვერ დავთმობ და ამიტომ უარს ვამბობ, უარს ვერ ვიტყვი ქართველობაზე და ამიტომ უარს ვამბობ ამ პოსტზე თქო. და მე შესვენებაზე შეხვდა კამპო და ესეთ ამიხია ეს წერილი. და ასე რომ ქართული კომპლექსი არსებობდა ნამდვილად. მაშინ მოდი გავაგრძელოთ ახლა ეს თემა, რაც შემდეგი ჩემი კითხვა ეხება იმას, როგორ თქვენი ავტორიტეტი როგორ გამოიყენეთ ამ საკითხის გადაწყვეტაში. უიმე, გია, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე დამავიწყდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, აბა რა იყო მნიშვნელოვანი. ერთი იყო ისეთი, რაც მაინც საინტერესოა, რომ ასე ვთქვათ, იმასაც დაჭირდა დიდი ისა კამპომანესთან მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ოლიმპიური ჩემპიონი ქალთა ოლიმპიური ჩემპიონი გუნდის დაშვება და გუნდური ჩემპიონატი ძალიან პრესტიჟულია. ეს არ არის 100 ქვეყანა ხო არ მონაწილეობს, როგორც ოლიმპიადაზე ხდება, ან მეტი კიდე. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს გულისხმობთ? ქალთა ოლიმპიური გუნდის გამარჯვება, ქალთა ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდის დაშვება და გუნდური ჩემპიონატი ესეთი შემადგენლობის იყო ხოლმე: კონტინენტის ჩემპიონი გუნდები, საუკეთესო ოლიმპიადაზე გამარჯვებული გუნდები და ქვეყანა ორგანიზატორი. ანუ ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყო და 10 გუნდია სულ. ძალიან 10 გუნდი იყო, ეხლა არ ვიცი და ძალიან პრესტიჟული და ძლიერი შეჯიბრება და 97 წელს ლუცერნში საქართველოს დაუშვეს. შემდეგ წელს რატომღაც ერევანში ჩინეთი არ ჩამოვიდა, მოკლედ 97-ში ჩვენ დაგვიშვეს და ძალიან კარგად ავიღეთ სტარტი. ამიტომ მინდოდა რომ გამეხსენებინა, პირველ ტურში დავამარცხეთ აზიის ჩემპიონი იყო ყაზახეთი. მეორე ტურში დავმარცხდით ძალიან ძლიერ თეთრებით მოთამაშე ივანჩუკის გუნდთან და მაშინ თეთრებით ივანჩუკი ყველა ესე მქონდა ჩარჩენილი, რომ ივანჩუკი თუ თეთრებით არის, მოკლედ უკრაინის ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. მესამე ტურში დავამარცხეთ ხორვატია
და მეოთხე ტურში ახლოს ვიყავით სენსაციასთან, თამაშობდით ევროპის ჩემპიონ ინგლისის გუნდთან. და დაიწყო მატჩი დაიწყო ძალიან კარგად დავიწყეთ. გურიელმა დაამარცხა ჰოდსონი, ნინო ხურციძემ ყაიმით შავებით ყაიმს მიაღწია ნანთან. ერთი წავაგეთ, ის ვერ გავიხსენე, ვისთან წავაგეთ. ეთყობა წაგება არ მინდოდა რომ დამახსოვე. და გადამწყვეტი იყო. არა, ჩვენებიდან ან ნანა იოსელიანი ან არახამია. ნონა არ დამისვია ეს მახსოვს და ან ნანა ან არახამია. ნანა არ გამოწყდა, ამიტომ მე არ მახსოვს. და გადამწყვეტი იყო ჩიბურდანიძე ადამსის პარტია პირველ დაფაზე. მაიას ჰქონდა ხარისხის 11 და მოსაგები სიტუაცია. მე დარბაზში რომ ვიჯექი, შორტი მომიჯდა, შორტის კაპიტანი იყო. და რა ქვია, შორტს უთხარი და მაინდა-მაინც განწყობაზე ვერ იყო და ორ შემოთავაზა ყაიმ. შორტს უთხარი რომ უთხარი ვერ მოვასწარეთ ხო პლაკატის მომზადება მინდოდა თქო ადმირალ ნელსონის ტიპის რომ საქართველოს ელოდება რომ თითოეული თქვენთაგანი შეასრულებს თავის ვალდებულებას. ადმირალ ნელსონის სიტყვის ისტორიული სიგნალის არ იყოს, რომელიც ტრაფალგარის ბრძოლის წინ გააგზავნა ხომალდიდან, რომ ინგლისი ელოდება, რომ თითოეული კაცი შეასრულებს თავის ვალდებულებას. ხო და მე ვთხარი ეს ვერ მოვასწარით ხო და ნანმა გამაცინა ესეთი რამე მომიყვა რომ ინგლისშიო გამოუშვესო მამაკაცის ტრუსებიო, რომელსაც აწერია რომ ინგლისი ელოდება რომ ყოველი კაცი შეასრულებს თავის ვალდებულებას. მოკლედ ეს კი გავიხალისეთ, მაგრამ სამწუხაროდ მაია ჩავარდა ცაინოჩი და წავაკეთ. და მე ესე იგი სტარტი, კარგი სტარტის შემდეგ ესე დამთავრდა. ეს ერთი ნიუანსი იყო, მე არც ვიცი ახლა დღეს ეს მუშაობს თუ არა, უშვებენ თუ არა, ეს აბავი არ ვიცი. და მნიშვნელოვანი რაც იყო, ალბათ ევროპის ქალთა საკლუბო თასთან ერთად ეს იყო, რომ დავძარი 92 წელს, როდესაც პირველად გავხდი კაპიტანი, დავძარი გუნდების კომპოზიციის შემადგენლობის საკითხი. მაშინ ქალებში იყო 3+1, 3 ძირითადი, 1 სადადარიგო, ვაჟებში იყო საკურორტო შემადგენლობა 4 ძირითადი და 2 სადადარიგო. ასე რომ დასასვენებელი იყო. ხო და ეს კენტი რაოდენობა ძალიან ცუდი რამ იყო, იმიტომ რომ მაგალითისათვის ერევნის საჭადრაკო ოლიმპიადაზე, სადაც ასევე კაპიტანი ვიყავი, ბოლო ტურებში 4ჯერ ზედიზედ ვიყავით შავი ფერით. ეს ნიშნავს, რომ ვიყავით, მქონდა რამდენი გამოდის 4ჯერ 8 თეთრებით თამაშობდა ჩვენი მეტოქე და 8 შავებით ვიყავით და 4 მხოლოდ თეთრებით, ხო? ანუ ძირითად კონკურენტებთან 8 შავი და 4 თეთრი. და როდესაც გავაპროტესტე, ჰაისენი იყო მთავარი მსაჯი, გავაპროტესტე ჰაისენთან, მითხრა რომ კურსმა მითხრა რომ ისო რა ქვია, არაობიექტურია, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია. ასე რომ მანილის ოლიმპიადაზე კენჭისყრის კომიტეტის თავმჯდომარესთან ყოფილი გენერალური მდივანი იყო სინგაპურელი ლიმკოკანი, რომელსაც აზიის ჭადრაკის მამას ეძახდნენ, ძალიან ავტორიტეტული იყო. 92-ში გუნდში ხომ ვიყავი? ხო და ძალიან ავტორიტეტული კაცი იყო და მაშინ იყო კენჭისყრის კომიტეტის თავმჯდომარე და მასთან ვისაუბრე ამ თემაზე, ამ პრობლემაზე. და თანაც ამ ჩემს წინადადებას ზოგს უმაგრებდა ფინანსური საკითხიც, რომ ფედერაციებისათვის ეს გაცილებით უფრო ეკონომიური იყო. მე ვთავაზობდი, რომ 4+1 ყოფილიყო ორივე შემთხვევაში, კაცებშიც და ქალებშიც. და რადგან კაცების გუნდი ორჯერ უფრო მეტი იყო, როგორც წესი, დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე ქალთა გუნდების მონაწილეობა ოლიმპიადაზე, ანუ ფედერაციები ვერ იტყოდნენ, რომ ჩვენ დაგვაწყდა ეს ფინანსურად დაგვაწყდა.
ლიმკოკანმა გაიზიარა, სრულად გაიზიარა და თავის დასკვნაშიც კი ასახა, რომელიც მიმაგრებდა ზურგს, როდესაც კურიტიბაში დავაყენე ეს საკითხი 93 წელს. 1993 წელს ოფიციალურად კონგრესზე პირველად დადგა ეს საკითხი. ფედერაციებმა მხარი არ დამიჭირეს, იმიტომ რომ ქალების რაოდენობა აკლდათ მათ. და წარმოიდგინე, რამდენი წელი დაჭირდათ? 15 წელი დაჭირდა, სანამ 2008 წელს დრეზდენში ითამაშეს 4+1 და არასოდეს დამავიწყდება ის ემოცია, მე მანქანით რომ მოვდიოდი პრაღაში. მაგრამ ცოტა მოგვიანებით გეტყვი, ახლა არ მინდა. მე მინდა ჯერ გავაგრძელოთ თქვენი 92 წელი ახსენეთ და მინდა გავიხსენო, აი მანილის ოლიმპიადაზე საქართველოს დაშვების საკითხი. საქართველოს არ იყო ჯერ გაეროს წევრი ქვეყანა, წესით ფიდესტესებით არ უნდა გეთამაშა ჩვენ ოლიმპიადაზე, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ გამოიყენეთ თქვენი გავლენა ფიდეში და ქართველები, ეს რასაც ქართველობას გაბოლებენ, ქართველების სასარგებლოდ კიდევ ერთ გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დიდი როლი შეასრულეთ, მაგრამ აქ ვიტყვი რომ კასტანაკრებმა ჩვენც არა მიშოვდა მეორე ადგილი დავიკავეთ გავასწარეთ ისეთ საჭადრაკოებს როგორც არის უკრაინა, ინგლისი, გერმანია, ჰოლანდია, უნგრეთი სასწაული შედეგი მაგრამ იქ თავარი 102 გუნდიდან ხო იქ თავარი მაინც იყო ქალთა წარმატება ხო იმიტომ რომ ქართული სპორტის ისტორიაში ჩვენმა ქალებმა შეძლეს რომ როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ პირველად გააჩერა საქართველოს ჰიმნი როგორ მოხდით იქ ეს მოგვიყევით ну, так чем имас გაუსვი ხაზი, მაგრამ ну რა თქმა უნდა, ნონას, მაიას სახელების გამოყენება იყო მნიშვნელოვანი და იმ გვარების ვაჟებისაც, რომლებსაც უკვე საერთაშორისო ტურნირებზე სიტყვა ჰქონდა, წარმატებები ჰქონდათ. მე ერთგვარი გამოცდილებაც ჰქონდა, ну გარდა იმისა, რომ ფიდეს ხელმძღვანელობას ვიცნობდი და ასე ვთქვათ, შიგნიდან ურთიერთობა მქონდა, გამოცდილება მქონდა ამ წევრობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ 1990 წელს ნოვი სადში ბალტიისპირელები ითხოვდნენ დაკარგული წევრობის აღდგენას. ადრე იყვნენ წევრები, შემდეგ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დაკარგეს ესა და მაშინ უნდათ ამისი აღდგენა და სამივე ქვეყანა წარმოადგენდა ერთი დღემდე მახსოვს გვარი მაგდარმაკი სხვათა შორის ბათუმში ოლიმპიადის დროს ის იყო ბრაზილიის ელჩი და იქ მოვიდა კი ბრაზილიის ელჩი გამხდარა და გამოჩნდა დარბაზში ასე ვთქვათ რა საინტერესოა და შაქია ამიტომ რაღაც გამოცდილება მქონდა როგორ უნდა გამოქმედოთ არა როგორ ნამოქმედე იდენტური არ იყო მაგრამ წერილი პირველი საბჭოზე აღმასკომზე წერილი შემდეგ კონგრესზე შემდეგ პრეზიდენტის საბჭო რაღაც ეს გზა თორე დანარჩენი განსხვავებული იყო და ასე ვთქვათ, საბჭოდან დავიწყეთ, ყოველთვის მეხმარებოდა ჯანო ბაგრატიონი, იმიტომ რომ სტრატეგიას მე ვაკეთებდი მართლაც და მე ამაყება. რა თქმა უნდა, ეს იყო სასწაულიანი. და ევროპული ქვეყნები ხო არა დაუშვეს მაშინ. ჩვენთან ერთად რო გამიშილეთ. ხო, აი ეს გზა რო გავიარეთ, ხო, და იცი როგორ დავიწყეთ, ისაქია. ну ეს ოფიციალური გზები რო გავიარეთ, წერილები, ზიადგამსახურდიასი, მინისტრის და ასე შემდეგ. და კონგრესზე და საკითხი დაყენებული იყო და ამისათვის ვიფიქრე რომ ძალიან დაგვეხმარებოდა ფილმი და დოკუმენტური ფილმი ნახევარსაათიანი, იმიტომ რომ ეხლა საჭადრაკო ქვეყნებმა იცოდნენ გვარებით და როგორი საჭადრაკო ტრადიციების ქვეყანაა, მაგრამ ისეთი განვითარებული ქვეყნებისათვის ფსიქოლოგიური წნეხი და ის იყო ემოციური იყო საჭირო, ამიტომ სამენაზე გავაკეთებთ ფილმი, რომელსაც ქართული გამბიტი ერქვა, გამბიტი, იმიტომ რომ თანხები ვიშოვე საპარფიუმერიო ფაბრიკა ივერიასგან და ივერიამ მაშინ გამოუშვა სუნამოები, ნონა, ნანა და მერე გამბიტი გამოუშვა. და თანხა ფული დააფინანსა ივერიამ და ამიტომ ეს ქართული გამბიტიც გამოვაჩინეს სათაურად ფილმის. სამენაზე იყო ქართული ბუნებრივია, ინგლისური, როგორც საერთაშორისო ენა, ფიდესიც და გერმანული, რადგან კონგრესი ბერლინში უნდა ყოფილიყო და ორ კორიდორში თავარი დარბაზის ორ კორიდორში ჯანო ბაგრატიონმა ბერლინში იშოვა ტელევიზორი და ერთგან ვატრიალებდით მუდმივად ქართულად, მეორე ხოლში ბაგრატიონმა იშოვა ტელევიზორი.
ესე იგი ორივე ფესტივალში სულ მიდიოდა ეს ფილმი ტრიალებდა ქართული გამბიტი და სამუშაო ოთახებში გაკრული იყო რომ ქართული გამბიტი დოკუმენტური ფილმი ქართულ ჭადრაკზე მიმდინარეობს ამ ადამიანებზე, ანუ ანონსაც უკეთებდით. და კონგრესმა მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი გადაწყდეს, ანუ უარი არ უთქვამთ არც თანხმობა, მაგრამ უარი არ უთქვამთ და გადამისამართეს პრეზიდენტის საბჭოს. ჩვენ სიტუაციას ართულებდა ერთი რამ, რომ ჩვენს გარდა, მაშინ იუგოსლავიაც დაიშალა და ჩვენს გარდა მოთხოვნას აყენებდა ხორვატია და სლოვენია. ორივე საჭადრაკო ქვეყანა იყო. თან ევროპის ცენტრში არის. ჩვენთან შედარებით ორივეს ბევრად მეტი პოლიტიკური დივიდენდი ჰქონდა. ხორვატია პასპორტი ჰქონდა თავისი, ფული ჰქონდა თავისი, 10-ჯერ მეტმა ქვეყანამ სნო, ზაგრებმა ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩაატარა. ანუ ჩვენ არსად არ ვიყავით, არ ჩვენი ფული არ ჰქონდა, არც პასპორტი ჩვენი არ ჰქონდა. 4 ქვეყანა, რამდენიმე ქვეყანამ გცნო სულ. რა ჩამოვიდა ქართული მოჭადრაკეები, რაც არ ყავდათ. და გრაცში ჩავედით, ამით ჩემთან ერთად იყო გია სიხარულიძე, მაშინ ბუხუტი გურგენიძესთან გენერალური მდივანი იყო. და მოკლედ აი პრეზიდენტის საბჭოზე ხდებოდა განხილვა. ხორვატიას წარმოადგენდა დიდოსტატი ცებალო, ცნობილი, გეცოდინება. ვერ გავიხსენე სლოვენიას ვინ წარმოადგენდა და აი სულ ნანობ ხოლმე თენგიზ გიორგაძე სულ მეუბნებოდა რომ ნანა ჩანაწერი დღიური გააკეთე. მე მგონა რომ ყოველთვის სამუდამოდ მემახსოვრებოდა, კარგი მეხსიერება მქონდა, მაგრამ და ეს არ მახსოვს. და მოკლედ ხორვატია ცებალო გამოვიდა, თქვა ეს თავისი ისინი და ჩამოთვალა, რაც პლუსები ჰქონდა და მოთხოვნა რომ დაგვეშვით ოლიმპიადაზე. არც ერთი ჩვენ სამი არ ვიყავით გაეროს წევრი ქვეყნები. ეს იყო ჩვენ რაც გვაერთიანებდა. შემდეგ სლოვენიიდან წარმომადგენელი და კამპომ ორივეს უთხრა, ფიდეს პრეზიდენტმა ორივეს უთხრა, რომ ფიდეს თავისი წესები აქვს და ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც ჩატარდა თავისი წესები აქვს და თქვენ არ გეკუთვნით, ერთადერთი მათთან მიმართებაში მიიღეს ესეთი დადგენილება, რომ თუ ისინი ოლიმპიადამდე გახდებოდნენ გაეროს წევრები, ავტომატურად მოხდებოდა მათი დაშვება. და რა საინტერესოა გია 22 მაისს მე ჩავხედე, იმიტომ რომ მახსოვდა რომ მაისში იყო, მაისში ხორვატიაც და სლოვენიაც გახდა გაეროს წევრი და ივნისში ოლიმპიადა ჩატარდა ივნისში და ისინი თამაშობდნენ, მაგრამ ანუ ერთი თვეც არა, ნახევარი თვე 14 დღით ადრე მოხდა მათი გაწერილი. მოკლედ ამის შემდეგ ასე ვთქვათ, ჩვენი საკითხი გავიდა, ყველას უნდოდა მხარდაჭერა, უნდოდათ რომ ჩაბღაუჭებოდნენ და ძალიან მეხმარებოდა. ანდერტონი იყო ესეთი ცნობილი იურისტი ინგლისიდან, ძალიან პრინციპული და ესეთი პროფესიონალი, რომელმაც ხათაშორის პრეზიდენტის საბჭო დატოვა მას შემდეგ, რაც კასპაროვს და შორტს წაართვეს რეიტინგი ჩამოართვეს მაჩის გამო, ანუ ძალიან პრინციპული იყო და ანდერტონი ძალიან მეხმარებოდა. კამპომანესაც უნდოდა რომ გააკეთებდა და მოკლედ ჩვენს შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რომ გამონაკლისის სახით დაუშვან საქართველოს როგორც გამონაკლისი ოლიმპიადაზე. სიტყვა ძალიან ხო გახსოვთ, კენჭის რამ გარიშით იყო? არა, მხარდაჭერა, სრული მხარდაჭერა იყო. და იცოდი რომ ემოციური სიტყვა უნდა ყოფილიყო იქ, რა თქმა უნდა, საჭადრაკო ტრადიციები, რა თქმა უნდა, გაფრინდაშვილი, ჩიბურდანიძე, ზურას სოფლიო თასი აზმაი ფარაშვილს ჰქონდა ნათამაშები, თქვენი წარმატებები დაფიქსირებული იყო უკვე საერთაშორისო დონეზე, მაგრამ რაღაცა სხვა ემოციაც იყო განწყობის შესაქმნელად და მახსოვს და წავაწყდი ამას წინათ, ჩანიშნავს ხო ვაკეთებდი გამოსვლის და ესე დავიწყე რომ არა, რა პერიოდია ესა რომ სამოქალაქო დაპირისპირება ახალი დამთავრებულია, ვთქვათ, ქვეყანა აბსოლუტური მასში ხო, კოლაფსში არის და ესე დავიწყე რომ ჩვენთან შავი იუმორი დადის თქო, საქართველოში, თბილისში შავი იუმორია, თქო, რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება კონდეს ასეთი სამშობლო და რა არის ყველაზე დიდი უბედურება კონდეს ასეთი ყველაზე დიდი ბედნიერება. ესეთი თავი დავიწყე და ბოლოში ისევ რომ განწყობისთვის და ემოციაზე მემუშავა, იულიუს კეისარის გავიხსენე რაღაც ლეშს, ძაღლის ლეშს რო გაუარა და ესე შეჩერდა და რა ლამაზი კბილები აქვს და თქვი რომ აი თუ განწყობა გექნებათ მონახავთ ფორმას როგორ
დაგვიშვათ თქო და ну მოკლედ ესეთი დასკვნა გააკეთეს რომ დაგვიშვეს ეს არის დაუწყარი ამბავი დაუმიწყარი და სხვადასხვაობით გრაცის მერე ესწრებოდა პრეზიდენტის საბჭოს და მე მოვიდა და მითხრა რომ თქვენ ელჩი უნდა იყოთ იმაზეც ემოციურად ვეთანხმები აბსოლუტურად ვეთანხმები ემოციურად ვიმოქმედე და რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი იყო ეს იყო ისტორიული ამბავი და ისტორიული გამარჯვებაც თანანა ფილმი ხოდა მე დამთავრდა და სხვადასხვაის კამპომანის როდესაც ოლიმპიადა დამთავრდა და კამპომანისთან მივედი და მადლობა უთხარი კიდევ ერთხელ მადლობა რომ დაგვიშვით და კამპომით ხა არა მადლობა თქვენ გეკუთვნითო ზოგადად ამნი არ მიგულისხმა საქართველოს ეკუთვნისო იმ ხვაწლისათვის რაც ჭადრაკისათვის არა მინდა გკითხოთ აი გავაგრძელოთ ეს თემა და მინდა გკითხოთ თქვენ იყავით ოქროს გუნდის კაპიტანი ხო აი დაიწყო ეს მანილაში და შემდეგ გაგრძელდა ფანტასტიკური სამჯერ ზედიზედ იყავით ოლიმპიური ჩემპიონები და აი მე ვიცი რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეგეძლიათ მოგხვდეთ ჩვენს ტელემაყურებლებს როგორი ხდებოდა ეს როგორი იმზადებოდით მე ამას წერო დაიწყეთ ის მივაბად 2008 წელს თქვენი ემოციები მანქანაში რომ გაიგონეთ ჩემგანო და გავხდით ჩემპიონები არა ამ ემოციით დავიწყოთ მაშინ როდესაც მანქანით პრაღაში ბრუნდებოდი და ამ დროს არის ზარი და გია ყვირის ყურმილში რომ ნანა მოვიგეთ ჩემპიონება მოვიგეთ და ნუ ამ ემოციის გაგონე ამ დავიწყება შეუძლებელია და თუ რამე ძალა აქვს სპორტს და გაჟღერებულ ჰიმნს ეს არის როცა შეგიძლია თქვა რომ შეჩერდი წამო და რისთვისაც მთელი შენი პროფესიული გზა იბრძოდი ну კაპიტანი არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მნიშვნელოვანი არის მოჭადრაკე მოთამაშე მაგრამ ჩემთვის ეს იყო ძალიან ემოციური და ეს უმნიშვნელო ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამჯერ ვიყავით კი კაპიტანი 92-ში, 94-ში, 96-ში. მესამედია აღარ მინდოდა კაპიტნობა, მაგრამ ნინო გურიელმა შემაწუხა რა ამ იარაღით დამადგა. ვარსკვლავთა გუნდის კაპიტნობა ვარსკვლავთა გუნდს სჭირდება მაქსიმალური კომფორტი. და ხელშეწყობა. ეს არის მთავარი. და ყველას აზრის გათვალისწინება, ყველას თავისებური არის. ჯანმრთელობით დაწყებული მაიას ხერხემლის გამოჭირდებოდა ცხენით ჯირითი, ამიტომ იპოდრომზე წავიყვანენ ნინო გურიელი უჩემოთ ექიმებთან არ დადიოდა. უნდა იცოდე ვინ როდის იძინებს, ვინ როდის იღვიძებს, ვინ როდის სადილობს, როგორი განწყობა არის შესაბამისი, როგორი რეჟიმი აქვს და მოერგო ამ რეჟიმს. მახსოვს მაია ჩიბურდანიძე დილით ადრე დგებოდა ხოლმე და ამიტომ მასალა კარტოტეკა წინას არ ქონდა გამზადებული, მაგრამ რაღაც ახალი ხო უნდა დაუმატო და ჩვენ კომპიუტერი მაშინ არ ქონდა. სხვათაშორის 92-ში, 94-ში, 96-ში არ ქონდა კომპიუტერი. არ ვიყავით განებურებულები. ხო და ამიტომ მაგალითად 94-ში მე ძალიან ადრე ვდგებოდი და ვთხოვდი ვისაც კარგად ვიცნობდი. ეს იყო მიშო პეტრონიჩის შვილი, მე არ ვიცი ხა გოგონი ქალებმა ყველა მიცის მიშო პეტრონიჩი იყო ცნობილი მოღვაწე იუგოსლაველი და მსაჯი, რომ ჟუჟა ვერეცის მეუღლე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი და იმისი შვილი იყო კომპიუტერები ქონდა ჩაბარებული, ამიტომ დილით ადრე ან მივდიოდი პეტრონიჩთან, რომ ამომებეჭდა მასალები, ან რუმინელებს ყავდათ მირჩე პავლოვი, რომელსაც ასევე კარგად ვიცნობდი და ან იმასთან, ან ბორის პასტოვსკისთან. ეს დილით ადრე უნდა მომესწრო, იმიტომ რომ მე თვითონ ჭირდებოდათ კომპიუტერი და მასალების ამოწმება. მოსკოვში რაღაც გაუგეურვაში მოხდი მაგის გამო. რომ მქონდა ისა კაცებისათვის არ არა, მოსკოვში ოლიმპიადაზე რომ მქონდა დილით ისა განაცხადი. ის მე მოვყვები, ის ბოლო ტურს გავიხსენებ მაშინ. ბოლო ტურს გავიქენებ და ნუ ეს მასალის ამობეჭდა და მაია 11 შემდეგ ისევ იძინებდა, ძალიან ადრე დგებოდა და ამას შეუცურებდა. თავისი გრაფიკი ქონდა მაიას. თავისი გრაფიკი ქონდა, ყველა 2 საათით ადრე სადილობდა მაია უშუალოდ ჩამის წინ. და ამიტომ ესე იგი სადღაც 11-ის მერე ისევ იძინებდა, ისვენებდა, მერე ემზადებოდა და ნუ მერე სადილი და თამაში. ნანა იოსელიანი, იქეთ ესე იგი ადრე სადილობდა, მერე აუცილებლად უნდა დაეძინა. 10-15 წუთით ადრე
ვაღვიძებდი, ჩემთან ვახვედრებდი ყავას და მე და ნანა მანქანით მივდიოდით. დანარჩენები ავტობუსით გუნდით უკვე გაცილებული მყავდა, მაგრამ ნანა რადგან ბოლომდე უნდა ესარგებლა დროით, იმიტომ რომ იხლებოდა, ამიტომ მივდიოდით მანქანით. გურიელ მახსოვს ნინო გურიელს აჩემებული ქონდა ერთი სავარძელი მოსწონდა და მახსოვს ერთხელ ჩავედით და ესე იგი ავდივარ სცენაზე, ლიდერების სცენაზე თამაშობდნენ, გუნდი უკან მომყევდა. ეს სავარძელი უნდა ქონოდა სულ, ხო? ეს სავარძელი უნდა ქონოდა. რომ განწყობა არ გაუფუჭდეს. მახსოვს ავდივარ სცენაზე, ესენიც მომყევიან უკან, თავინახე რომ ნინო სავარძელი არ არის. და გავიხედე და რუსეთის გუნდის ლიდერს არტურ იუსუპოვს უდგას ეს კაბი. მივარდი არტურს მოვასწროთან. ნახევარი სამყარო ის რო არის ცნობილი პოლცარსტო ზაკანია ცხენზე ნახევარი და მე ვთქვი სავარძელში ნახევარი სამყარო. ხო და სასწრაფოდ გაოგნებულ წამოდგა მომსადა მე ვთქვი. მოკლედ მოვასწარი დაუდგე ეს სავარძელი. ჩემთან როგორ ხდებოდა რომ დილით ადრე საუზმის შემდეგ ვიკრიბებოდი ჩემთან რომ გადაგვეწყვიტა ვინი თამაშებს ტურში რომ ვინი თამაშებს მახსოვს ერთხელ მაი ადრე ამოვიდა ჩემთან და მითხრა რომ დღეს არ მათამაშოო და მე გადაწყვეტილი მქონდა რომ მაიას ეთამაშა კიდეც უთხარი და ნანას დასვენებას ვაპირებდი იოსელიანის და მითხრა რომ ეს რა ქვია რაღაც სიზმარი ვნახეოთ ან სიზმარიც მომიყვა და მითხრა რომ განწყობაზე არა ვარო და მომხსენიო რა დღესო და რაღაც სიზმარით გაამაგრა თავისი ჭკუით. მაგრამ ნუ განწყობაზე არ იყო და გასათვალისწინებელია. და კარგი თქო უთხარი დაურეკენო ისე ნანა თამაშობ თქო ჩავარდი მაშინ გავიქეცი სამდივნოში იმიტომ რომ განაცხადი უნდა შემეცვალა და ამოვედი მაია დამხვდა იქ. და ხო ვიცით რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება და ესე იგი ვალერიანკა დავლიეთ ორი რომ ვალიდოლით გავამაგრეთ რომ მოსულიერებული ხარ. ასეთი რამეც ხდებოდა ხოლმე. მოვიგეთ ეს პარტური, მაგრამ და ბოლო ტურს გავიხსენებ, რადგან ახსენე სიტუაცია. ბოლო ტური არის, ესეთ მოსკოვის ოლიმპიადა არის, ჩვენი მთავარი კონკურენტები არიან პოლგარების გუნდი, ორი პოლგარი იყო. საშინელი დაწიბაბირისურობა. ნუ სამი პოლგარი არ იყო ამჟამად, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი გუნდი. უნგრეთი ისედაც კონკურენტი იყო. ჟუჟა, არა, ისედაც კონკურენტები იყვნენ და ეხლა ჟუჟა და სოფია პოლგარები იყო გუნდში და ამიტომ ჩვენი მთავარი კონკურენტები ესენი იყვნენ და ჩვენ ვიყავით, ჩვენ უსწრებდით მათ და ბოლო ტურში გჭირდებოდა ორი ყაიმი გჭირდებოდა იმისათვის რომ პირველი რომ მოგვეგო ოლიმპიადა. და ამიტომ მე ვიფიქრე, ვაპირებდი ესე გადავწყვიტე რომ არახამია და დილით არის ხოლმე თამაში ბოლო ტურს ასე იყო ხოლმე ადრე, არახამია და გურიელს ეთამაშა, იოსკას ნანას დაესვენა და მაიას მინდოდა რომ ეთამაშა, იმიტომ რომ მაიას უთხარი რომ გამარჯვებულ ოლიმპიადაში და პირველი დაფის საუკეთესო შედეგის დათმობა ჟუჟა პოლგარისთვის არ მინდა თქო. არ არის რა ბოლომდე უნდა გავიხაროთ თქო რომ პირველი დაფაზე მოვიგოთ. პირველი დაფა უნდა მოვიგოთ თქო. მთელი საღამო ეს უხსნიდი მაიას ეზარებოდა მოგებული თუ გვექნება რაზე ნუ მთელი საღამო და მეგონა რომ დავითანხმე მაია. მოკლედ დილით ავდექი რომ განაცხადი გავაკეთო, მთელი ღამე არ მეცინა. იმიტომ რომ ვიფიქრე რომ მაგვიძარამ რომ არ დარეკოს თქო, განახდებული გაქვს პირველი, ნუ და ეხლა გურიელ და არახამიას ვინ ეტყვის რომ კარგ პოზიციას რომ მიიღებენ, ვინ ეტყვის უარს, ხო? კი. და ნუ ამიტომ ესე იგი თითქოს ეს სანერვიულო არ არის. მოკლედ ჩავედი, ეს რა ქვია, მივიდივარ სამდივნოში უნდა მივიდე განაცხადისათვის და ამიტომ მესმის რომ ზეუშკა ვისვაბოდნი, გოგონა თავისუფალი ხარ თქო. და მივტრიალდი რომ მიხდე და რომ მივტრიალდი მაშინ დავინახე რომ კორიდორში ესეთი გადაპრანჭული დეკოლტეიანი ბატონები არიან და სიტუაციას მივხვდი მაშინ. ხო და როდესაც ოფისში მივედი რა უპასუხი არ ამბობ რა უპასუხი. ხო და ოფისში რომ მივედი ლოვა შევხვდა ფსახისი. თანაგუნდელი იყო და მაშინ ისრაელის კაპიტანი იყო თუ არ მეშლება და ვეუბნები ლოვა თქო იცი რა შეურაცხყოფა მომაყენეს თქო და უთხარი ესეთ რანა შენ ძალიან გადაღლილი ხარ ეთყობა შეურაცხყოფა კი არა კომპლიმენტი გაგიგდეს ესე დამთავრდა მაი ხო და დამთავრდა როგორ ესე იგი ესე იგი თამაშზე რომ ჩავედით და რომ ნახე რომ ყაიმი რომ დაფიქსირდა არახამიასთან და გურიელთან
ნუ მაია საბრძოლველად დავტოვე დაფასთან და ავედი ოთახში რომ ცოტა გამოვიცინო და ცოტა ხანში მომყვა მაიაც ხაი დაამთავრა მაგრამ სამაგიეროდ დიდი კომპენსაცია ჰქონდა კრემლის ერთ-ერთ დარბაზში საქართველოს პატივსაცემლად გაჟღერდა საქართველოს სადიდებლად გაჟღერდა ძველი ჰიმნი დიდება. ასე რომ ესე დამთავრდა ეს მოსკოვის ოლიმპიადა. ესეც დაუწყარი ამბებია, რა თქმა უნდა, რანა ვარსკვლავთა გუნდი ახსენე და რა თქმა უნდა ვარსკვლავთა გუნდი იყო, მაგრამ ვარსკვლების მენეჯმენტი უფრო რთული არის, ხო, ყველას უნდა ხასიათზე უნდა ყავდეს, უნდა კომფორტი უნდა შეუქმნა. კომფორტი უნდა შეუქმნა, რომ დრო თუ კომფორტი არ ექნა, მათ შეიძლება ვარსკვლავთა გუნდი არ გამოგადგეს მაშინ. ამიტომ შენ ყველაფერი ეს კარგად მოახერხე და მე მინდა აი დიდი მადლობა გითხრა გულშემატკივრების სახელით, ყველა სახელით, იმიტომ რომ ეს სამი ოლიმპიადა საქართველოს ჰიმნი, საქართველოს დროშა ყოველთვის ფრიალებდა მაღლა და ესეც განუმეორებელი შედეგია იმ შედეგთან ერთად საქართველოს 30 წლის განმავლობაში ჰქონდა ფაქტიურად სოფლიო ჩემპიონობა, ეს მნიშვნელოვანია. და ორჯერ საბჭოთა კავშირის გუნდი ქართველებით იყო დაგმოვილი. ეს ხო რა თქმა უნდა. ფილისელებით. პირადი შეკითხვა მინდა დაგისვა თუ შეიძლება. აბა. ანა, აი ამ დიდარი სპორტული და არასპორტული ცხოვრების შემხედვარე ახლა იქიდან თუ რამეზე წდება გული ან თუ რამე გახსენდება კარგად ან რა გითხოვს გულს აი თუ გინდა პირადი რაღაცები გითხარი არასერიოზულით დავიწყო თუ სერიოზო არასერიოზული გული მწყდება რომ საქორწინო კაბა არ მქონდა მართლა სამ დღეში გადავწყვიტე საქორწინება სერიოზული გული მწყდება ერთ წინადადებაზე ძალიან გული მწყდება მოსკოვის ოლიმპიადის დროს კონგრესიც იყო და მოსკოვის ოლიმპიადის დროს კამპომანესი და კასპაროვი შერიგდნენ და მაკროპულოსმა პირველი მოადგილე იყო მაშინ მაკროპულოსმა მთხოვა შეხვედრა მე კაპიტანი ვარ და 5 წუთითო შენი ნახვა მინდაო და გადმომცა კასპაროვის და კამპომანესის წინადადება რომ აღმასკომის წევრი გამختارიყავი რაც მაღალი სტატუსი არის ძალიან მაღალი სტატუსი არის და ნუ უნდა თო რომ შენ იყო მაშინ და მე ვუთხარი რომ არ მაინტერესებს ქალთა ჭადრაკი მაინტერესებს არ მაინტერესებს ხო და ნუ აი იმდენად ჩართული ვიყავი იმ საქმეში რომ ამაზე დროის და ნუ ძალიან უაზრო გადაწყვეტილება იყო იმიტომ რომ მაღალი პოსტიდან უფრო კარგად გავაკეთებდი ამას და თან ეს ის იყო რაც მე მაინტერესებდა მართლა საჭადრაკო მენეჯმენტი ხო ეს ქალთა ჭადრაკი ამიტომ ეს შეცდომად მიმაჩნია, თუმცა პოლიტიკური კარიერა არ მიმაჩნია შეცდომად, თუმცა მქონდა ძალიან კარგი წინადადებები. მე შორის ზურა ჟვანია 4ჯერ მოვიდა ჩემთან, ერთხელ სახლში და 3ჯერ სამსახურში და მთავაზობდა ძალიან მაღალ პოსტს, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობას. და ვერაფრით ესე იგი რაც არ უნდა მეთქვა რომ აი ეს არ მიყვარს დებატები ვერძა საკამათი რა აი ზუსტად ესეთ ყველაფერზე მეუბნებოდა ზუსტად ესეთი გვინდა რაც არ მეუბნებოდი აი კარგი გადლევ დროს და მოიფიქრე და მივიდოდი რაღაცას ვეთყოდი აი ზუსტად ესეთი ვერ დამითანხმდა ზურამ სხვა წინადადებაც ქონდა სხვა შორის რეფორმატორებში მაშინ პირველ ნომრებს თავაზობდნენ და ეს იყო ანუ ამაზე საერთოდ არ მწყდება გული, მაგრამ აი საჭადრაკო კარიერაზე რომ სასტრაფო დაუფიქრებლად და შენი იყო ეს ყველაფერი ანა? თან დაუფიქრებლად უარი ვთქი. ყოველ შემთხვევაში ადრე ერთხელ დავფიქრდი და ნუ დავფიქრდები თქო უთხარი, როდესაც მატანოვიჩი იყო ესეთი დიდი მოღვაწე, დიდოსტატი, ვინც ინფორმატორის შემოიღო, რაც შემქმნელი და ნუ ძალიან მაგარი ორგანიზატორი და კარგი დიდოსტატი, ძალიან ელიტარული დიდოსტატი, მატანოვიჩი პრეზიდენტობას ფიქრობდა და მე ვიცე-პრეზიდენტობას შემომთავაზე და მაშინ მომენტალური უარი არ მithქვამს, დავფიქრდები თქო უთხარი და აქასერასე ესე უცნაურად გაბრაზებული ხარიყავი რა მეზე. არა, გუნდის ამბებზე ფიქრობდი და არ მედარდებ დროის დაკარგვა არ მინდოდა. თუ დროს შემოგთავაზე. შემომთავაზე, თორე შეიძლება დავფიქრებული ხარ. კი, დავფიქრებული. წდება გული. და გულს აგითხოვს. შვილიშვილები ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, შვილიშვილები, რა თქმა უნდა, შვილიშვილები, მაგრამ საჭადრაკო კუთხით თუ მიუდგები, ეს რა თქმა უნდა გულშემატკივრების არმია, რომელიც
დიდი იყო ნონას ხალობით პოპულარობა ისეთი პოპულარობა მოიტანა რომ ჩვენზეც გადმოვიდა და დღემდე შეხვდება ხოლმე ადამიანი რომელიც სითბოს და სიყვარულს გამოხატავს და ეს სითბო არის მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი რაც მე мотиваციას გვაძლევდა პროფესიონალ დიდი მადლობა ჩვენ გადაცემას ქვია გონების დაფა ჩვენ გვაქვს გონების დაფა რომელზეც გთხოვთ რომ თქვენი სამახსოვრო ავტოგრაფი დაგვიტოვოთ და რამე სურვილი რაც გექნება თქვენ